მოგესალმებით ჩემი ძვირფასო მსმენელებო. დღეს მინდა ტაროს 19 კარის დასტით გაგიშალოთ თემა როგორ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენ ან როგორ არის ის თვითონაც თუ გაინტერესებთ რას გძნობს და როგორ გძნობს თავს ადამიანი თქვენს გარეშე ეს გაშალოთ ვის არის ჩემი ძვირფასებო მადლობა რომ აქ ხართ არ დავიცდეთ და ლაიქოთ ვიდეო გამოიწვიოთ ჩემი არხი რომ არ გამოგცეთ ჩემი ახალი გაშლები შემდეგში და მოდი ახლა დავიწყოთ ეს ჩვენი პირდაპირ გაშლა თქვენზე ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი გვარი დაბადების წელი თვერიცხი მისიც ასევე და დავიწყოთ გაშლა როგორ არის პიროვნება უთხრით ნახოთ როგორ არის ის თქვენით ვარე აღარიცის რა გააკეთეს ამ საწყალმა რა ხონად გამოვიდა ასე თქვათ და ამოვიდეს 4,000 ეს არკანი პირდაპირ გვიჩვენებს რომ მისი ემოციური ფონი ახლა ისეთი თითქოს არაფერი სურს არაფერი ეს თქვათ ახარებს ამ მდგომარეობაში თან იყოს სადაც არ უნდა იყოს ხო აი ცხოვრების ხალის რო კარგავს ადამიანი და არ აინტერესებს თქოს როგორ გამოიყურება როგორ არის ხო თითქოს ცხოვრება ნაცრიფ სფეროზე მიდის მისთვის რადგან მთავარი ენერგია სადაც თქვენთან ყოფნა ანიჭებდა თქვას დიდ სიამოვნებას დაკარგული აქვს და რეალურად დღეს მას ძალიან ნაკლი თუნდაც ფონიდან გამომდინარე პირველ რიგში რეალურად ჩვენ ვუყურებთ აქ ცხრიან ხმლებს და ცხრიანი ხმლები რას ნიშნავს ხო ზოგადად უძილო ღამეს ფიქრებს წუხილს ეს არის ფოთვა საკუთარი თავის შეჭმა ძალიან მიჭირს რადგან არ იცის როგორ მოიქცეს თითქოს საკუთარი შესწავლები აი გულშეს ტკივა რეალურად ძალიან და აი ძალიან აღელვებული არ იცის როგორ გააკეთოს შიშებში აეშინა თქვენი დაკარგვისთან ხსნამსა შეიძლება ბოლომდე დაკარგული არ წყავთ მაგრამ მაინც თითქოს ეშინია რაღაც ახალი ხო არა აქ ცხოვრებაში ვინმე ხო არ ყავთ ახალი ამ თქვენ ცხოვრებაში და აი რაღაცა ტკივნეულად გაინცდის ამ ყველაფერს. შემდეგ რეალურად პენტაკლების მეფეს ხედავთ ჩვენ ხო ეს ადამიანი გარეგნულად შეიძლება სტაბილურ მდგომარეობაშიც იყოს რეალურად გამოიყურებოდეს თუ საქმეშია ჩართული ახლა შეიძლება ესეთ ვიბრაციებში იყოს სამსახურში იყოს ხო და თითქოს მის გარშემოყოფები ვერც კი ამჩნევდნენ რომ ამი აღარაც აწუხებს ხო შეიძლება მუშაობს ახლა გაინცდის ასე თქვათ ესე თქვათ ცდილობდეს მყარი პოზიციის აი ესე თქვათ მყარ პოზიციაში ყოფნას ხო თქოს არაფერი არ სჭირს და აი ჩართულია ყველანაირ მუშაობაში მაგრამ შინაგანად მაინც ფიქრებში წასული სადაც თქვათ თქვენზე და თქვენთან არის და ემოციურად თქვენთან არის კავშირში მისი ემოციური ფონი ახლა სამი პენტაკლები მიგვანიშნებს რომ შესაძლოა სამუშაო სივრცეში იყოს ახლა იმყოფებოდეს ან იმ ადამიანებთან თანამშრომლებთან იმყოფებოდეს სადაც აი თქვათ მას სჭირდება და აუცილებელია მისთვის სტაბილური ვიზუალის შენარჩუნება სადაც ისე შეიძლება სხვათა შორის პენტაკლების მეფიდან გამომდინარე სადღაც ისე ადგილას მუშაობდეს სადაც იყოს უფროსი ასე თქვათ მოუწოდებდეს ვიღაცებს როგორ იმუშაონ და ასე შემდეგ უფროსის ასე თქვათ ამპულაში იყოს ხო ხო და სწორედ ახლა ეს ყველაფერი უკავშირდება საქმეს, მუშაობას, ასე ვთქვათ, გარკვეული საქმეების შესრულებას. ანუ ეს პიროვნება ახლა შეიძლება იყოს სამუშაო გარემოში, სადაც საქმით არის დაკავებული, მაგრამ ის საქმეში თითქოს მექანიკურად და მხოლოდ დროის ასე ვთქვათ გასაყვანად. აი, თითქოს რო შეხედო აი კი საქმეშია ჩართული იქით-აქეთ, მაგრამ არა, ეს ყველაფერი ძალიან მოჩვენებითი, ხო? შემდეგ ხედავთ ქურუმქალს და ხუთიან პენტაკლებს ძალიან ნათელი, ასე ვთქვათ, სიგნალია. მისთვის თქვენ რაღაც მისტიკური ძლიერი ფიგურა ხართ თქვენთან ემოციურად კავშირი არ წყდება პირიქით შინაგანად გრძნობთ მის ფიქრებსაც ხუთიან პენტაკლები გვეჩვენებს რომ მას ძალიან ნაკლი ხართ ენატრებით ხო ეს არის სიცარიელის დანაკლისის ანუ სიცივის არკანი ხო თითქოს მთელი არსებით გრძნობს თქვენს გარეშე ყოფნას აი ძალიან ენატრებით და ბოლოს პენტაკლების პაჟი აი ეს არკანი ხო გვიჩვენებს რომ თითქოს ეძებს გზებს შეიძლება თქვენკენ ეძებს გზებს ხო შეიძლება ახლა ჯერ მხოლოდ ფიქრებშია გეგმავს და პატარა ნაბიჯებზე ფიქრობს როგორ მოვიდეს თქვენამდე და ნუ ხა ნაბიჯი ჯერ არ აქვს იმიტომ რომ პენტაკლები ზოგადად ცოტა მოგვიანებითი დროის არკანია ეს არკანია ეს პატარა ნაბიჯების გზების ძიების სიმბოლო ხო ახლა რაც შემიძლია გითხრათ მთლიანობაში რეალურად გვიჩვენებს ეს გაშლა რომ მისი ცხოვრება ახლა ემოციურად ცარიელია და არაფერი არ არის სავსე არ ივსება და არაფერი არ ახარებს დღის წესრიგში აქვს საქმეების სამუშაო და ესე თქვათ მექანიკური ყოფა
ღამე ფიქრებში უძილობა აქვს, ფოთვა აქვს და დანაკლისის განცდებში და ძალიან ნერვიულობს თქვენი დაკარგვის თაობაზე. გრძნობს, ასე ვთქვათ, თქვენთან სულიერ მიჯაჭვულობას, ენატრებით მთელი არსებით და აღარ იცის რა გააკეთოს და ფიქრობს უკვე როგორ მოვიდეს თქვენთან, მაგრამ ჯერ პატარა ნაბიჯებზე ორიენტირებული, რომელიც სხვათა შორის მოქმედებებზე არ არის. გადასული არამედ მხოლოდ მოფიქრების პროცესში, ხო ჯერ კიდევ ძიების პროცესში თუ როგორი გზით მოგიახლოვდეთ. რეალურად ეს არის მისი მდგომარეობა თქვენს გარეშე შემოკარგებო და ძვირფასებო. მოკლედ ესეთი იყო ჩვენი ეს პეტერმინი გაშლა იმ საკითხთან დაკავშირებით თუ ასე ვთქვათ როგორ გზნობს თავს ასე ვთქვათ პიროვნება უთქვენოთ როგორ არის რა ვიცი, მგონია რომ კარგად გადმოვეცი მისი მდგომარეობა, როგორ არის ახლა, სად არის ახლა ის კარგებინეთ და თუ იგზნობთ ამ ჩემს დღევანდელ გაშლასთან თქვენზეა და ალაიქეთ ვიდეო, აუცილებლად გამიწევთ ჩემი არხი. თქვენი ხარშთქომა ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია, თუნდაც იმისთვის, რომ შემდგომში უფრო და უფრო საინტერესო გაშლები შემოგთავაზოთ და იხილოთ და მოისმინოთ თუნდაც თქვენთვის საჭირო ინფორმაცია. დაგიმშვიდობებით ჩემო ძვირფასებო. გისურვებთ მშვიდობას, სოლიდარობას, მშვიდობიან დღეს და რა ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება, მეტი რა გითხრათ, ნახვამდის.